იყო დრო, როდესაც მეგონა, რომ წარსულში მოგზაურობა მხოლოდ ზღაპრების მეშვეობით შეიძლებოდა, მაგრამ მოულოდნელად ინგლისის ულამაზეს პატარა სოფელში აღმოჩნდი. ჩემი შვებულების გასატარებლად ქალაქი ბათი ავირჩიე და ჯერ კიდევ დილით ძალიან ხმაური ან შრიამულით სავსე ქალაქში ვიმყოფებოდი, მაგრამ როდესაც სოფლისკენ გზას დავადექი, ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. ხედავდი, როგორ ვიწროვდებოდა გზა, ხეები ერთმანეთისკენ ისე იხრებოდნენ, თითქოს გვირაბებს ქმნიდნენ და ბოლოს, როდესაც სოფლის შესასვლელს მივუახლოვდი, მივხვდი, დროის კარიბჭე გავიარე. მომენტალურად ყველაფერი შეიცვალა, აქ აღარ იყო მანქანების ხმა, მაღალი შენობები, ბილბორდები, მხოლოდ ვიწრო ქვიშ ქუჩები, ძველი სახლები ხის პატარა ფანჯრებითა და იმ სიჩუმით, რომელიც მხოლოდ შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა. არ დამეცდია ჩანთები ოთახში ავიტანე, მოვწესრიგდი და სოფლის შესასწავლად გავედი. კასლ-ქუმბი პატარა, მაგრამ გამორჩეული სოფელი ინგლისის უილტშირის საგრაფოში, ცნობილია თავისი შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ისტორიული მნიშვნელობით. იგი დაარსდა მე-12 საუკუნეში და სახელი მიიღო ნორმანული ციხესიმაგრისგან, რომელიც სოფლის მახლობლად მდებარეობდა. დღესდღეობით კასლ-ქუმბი იზიდავს უამრავ ვიზიტორს ამ თავისი ხელუხლებელი სილამაზითა და უძველესი ისტორიით. ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ ეპოქაზე და დამერწმუნედ თვალებს ვერ ვუჯერებდი ამ საოცრების შემყურე. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს მშვენიერება სულ რაღაც 200 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული და ამ პატარა ტერიტორიის უმეტესობაც იმ სასტუმროს ეკავა, რომელში დარჩენაც გადავწყვიტე. გზად მხოლოდ 4 ტურისტი შემხვდა და კითხვების კორიენტელი დამაყარეს, ვიყავი თუ არა მსახიობი, ვიყავი თუ არა ცნობილი პირი, რამაც რომ არ დაგიმალოთ ძალიან გამახალისა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ გადაღებისთვის ძალიან მომზადებული წავედი, არ გამკვირვებია ინტერესი ჩემი მოღვაწეობის შესახებ. სეირნობაში მივედი პატარა ხიდთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მდინარეზე იყო გადაჭიმული და სწორედ ეს ხიდი არაერთ ფილმშია გადაღებული. ისე შევიჭერი როლებში, თითქოს მეც კადრში ვიმყოფებოდი, შემდეგ გავჩერდი, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ის თუ ოდესღაც ამ ხიდზე როგორ გადაადგილდებოდნენ უმშვენიერესი ქალბატონები გრძელ კაბებში გამოწყობილნი, როგორ ჩამოივლიდნენ მამაკაცები ცხენებით, ხოლო ბაზარში მოვაჭრეები ხილისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვაში გაიყვანდნენ დროს. ბინდმა გამომაფხისლა, დრო აქ ძალიან სწრაფად გადიოდა. 4 საათზე ისე ჩამობრუნდი და მივხვდი პირველი დღისთვის ბევრს ვეღარაფერს მოვასწრებდი და ადგილობრივი პატარა პაბისკენ გავემართე, სადაც საუკუნოვანი ბუხარი გიზგიზებდა. ახალი გამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებდა შორიახლოს და შეციებულზე მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, რაც ამ მომენტში ძალიან მჭირდებოდა. გემრიელი სადილი, ძველი ინგლისური გასტრონომიის უფრო ღრმად შეცნობა, შემდგომ კი ტკბილად გამოძინება. ამ ღამეს პირველად დავიძინე სიჩუმეში, ისეთ სიჩუმეში, რომელიც არც ერთ თანამედროვე ქალაქში მანამდე არ შემიგრძნია. მენორ ჰაუსი ისტორიული სასტუმროა. იგი განთავსებულია მე-14 საუკუნის მამულში. ამ უძველეს სასახლეში 50 უნიკალური და ელეგანტური ოთახია მოწყობილი, რომელიც ისტორიულ შარმსა და კომფორტს აერთიანებს. მენორ ჰაუსი ცნობილია გოლფის მოედნით, რომელიც განთავსებულია მდინარე ბაიბორნის ნაპირზე და ერთ-ერთ საუკეთესო გოლფის მოედნად ითვლება სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში. სასტუმროს რესტორანი, რომელსაც მოგვიანებით ნახავთ კადრში, მიშელინის ვარსკვლავითაა დაჯილდოვებული და დამსვენებელს უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. სიგიჟემდე შემიყვარდა ეს ადგილი ამ თავისი მომწამვლელი მშვენიერებითა და ხიბლით.
დილით ციუმანიავმა გამომაღვიცა, სუსხიანი ამინდი იყო, წვიმდა. გადავწყვიტე დილას საძინებელში გამეტარებინა და იმ საკითხებისათვის დამეთმოთ, რაც ამ უდიდეს ჰარმონიაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა. მოუწეს რიგდი გავემზადეთ და რა გასაკვირია, რომ ისევ სასტუმროს ტერიტორიის დათვალიერება გადავწყვიტე. აქ ხომ დიდი არჩევანი ისედაც არ მქონდა, აქ ხომ არსად არ მეჩქარებოდა და არც მინდოდა არჩევანზე მქონოდა საქმე. ეს მომაჯადოვებელი ადგილი მავსებდა უდიდესი ჰარმონიითა და ბედნიერებით. ერთ დროს ეს მშვენიერება მეფეთა, დიდგვაროვანთა და რაინდთა სახლი იყო. ახლა კი მისი ხავსით დაფარული კედლები ძველი დროის ამბებს ჩურჩულებდნენ. რამდენიმე საათი დავყავი იქ, სადაც როგორც მითხრეს ძველად თავად მეფე ისვენებდა. ჩუმად ფიქრებში ჩაძირული ვუსმენდი ქარის მოტანილ ამბებს. გავაცნობიერე, რომ ამ სიმშვიდეში ცხოვრება შესაძლოა ყველაზე დიდი ფუფუნებაა დღეს. არაფერი მაწუხებდა, არაფერი მიფანტავდა ფიქრებს, მხოლოდ მე და დრო ვიყავით აქ. ვაცნობიერებდი, რომ ეს რეალობა ვიღაცისთვის ძველად ყოველდღიურობა იყო. ადამიანები აქ ცხოვრობდნენ, გეგმებს აწყობდნენ, სიყვარულსა და თანადგომას უზიარებდნენ ერთმანეთს ამ სიჩუმეში, ამ სილამაზეში, სადაც დრო სულ სხვანაირად გადიოდა და ნეტა საერთოდაც გაჩერებულიყო ამ მომენტში. დღე გაგრძელდა შუადღის ჩაის რიტუალით, რომელიც ჩემი საყვარელი ინგლისური რიტუალია. გიჟდები ახლად გამომცხარ ინგლისურ ფუნთუშა ორცხობილებზე, რომელსაც ჩაი ბერგამოტის ნოტებით ღირსეულ პარტნიორობას უწევს. ეს მომენტი ნამდვილად იყო ჩემი მოგზაურობის გვირგვინი ოთახი, სადაც ჩაის მივირთმევდი ხელუხლებელი ჩანდა დროისგან. უძველესი კარი, მაგიდა, სკამები, ნივთები, ყველაფერი ისე იყო შემონახული, როგორც საუკუნეების წინ. ამ ყველაფერს ვუყურებდი ისე, როგორც დროის კაფსულას, რომლის ნაწილიც გავხდი ამ რამდენიმე დღით. ხოდა როგორ დავიწყე ამბის თხრობა, მეგონა წარსულში მოგზაურობა მხოლოდ ზღაპრებით შეიძლებოდა თქო. ახლა ეს წარსულიც და ეს ზღაპარიც თავად გადამხდა თავს. ბოლო დღეს პირობა მივეცი თავს, რომ სანამ ბაჩი დავბრუნდებოდი, კომუნიკაციას მთლიანად გავწყვეტდი გარა სამყაროსთან, იმ ქაოსურ რეჟიმთან, რომელშიც ცხოვრებაც მიწევს და სამუდამოდ ვუსაჩუქრებდი ამ უნიკალურ, ენით აღუწერელ და დაუწყარ გამოცდილებას თავს, რომ ბოლომდე გადავეშვებოდი ამ ნეტარებასა და ტკბობაში და ასეც მოვიქეცი. აღარაფერი გადამიღია და ამ მთელი მოგზაურობიდან არც არაფერი გამომიქვეყნებია ამ დრომდე. გამთენისას მომაკითხა მძღოლმა და გავუდექით ქალაქისკენ გზას. მთელი გზა ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ნუ თუ ეს ყველაფერი რეალური იყო. მოგზაურობის კადრები ქალაქი ბათიდან, რომელიც რომაული აბანოებითაა ცნობილი, ცალკე შემოვინახე და შესაძლოა მოგვიანებით ისიც გაგაცნოთ. მადლობთ თუ დაგაინტერესებთ. მე კი ახლა დაგემშვიდობებით, წინ კარგ ამბებს გიმზადებთ და გამიხარდება თუ არხზე შემომიერთდებით. მინდა კარგი დღე და ისედაც თავგადასავლებით სავსე ლამაზი ცხოვრება გისურვოთ წინ. მადლობა რომ მიყურეთ, გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.